ჩვენ ყველას გვაქვს ხოლმე ეპიზოდები ცხოვრებაში, როცა თავს დაღლილად გრძნობ. დაღლილობაში არ იგულისხმება ის, რომ ბევრი საქმე გააკეთე, დაიღალე, დაისვენე და მერე კარგად ხარ. აქ გულისხმობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაისვენე, მაინც დაღლილად გრძნობ თავს და მაინც სუსტად ხარ. არ გაქვს ენერგია, ემოცია, სურვილიც ზოგჯერ რომ საქმე გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ კუნთები შეიძლება გემორჩილებოდეს. ზოგჯერ პირიქით არის, რომ კუნთები ისეთი დაღლილი გაქვს, რომ შეიძლება სურვილი გაქვს, მაგრამ საქმეს ვერ აკეთებ. ან სხეულში გაქვს სიმძიმე. აი, ასეთ დაღლილობაზე ვისაუბრებთ, რომელიც არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, რა იწვევს მას და როგორ უმკურნალოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მარტო არ ხარ. ბევრ ადამიანს აქვს, რომ გააჩერო 100 ადამიანი, 20 გეტყვის, რომ აი ეგ მაგ ზუსტად ეს დაღლილობა მაქვს. შესაბამისად, უდიდესი პრობლემა მკურნალობაც ბევრ შემთხვევაში არსებობს. თავიდან უნდა ვთქვათ, სად არის პრობლემა. პრობლემა დაღლილობის შეიძლება იყოს ორნაირი. ერთი აქ თავში, ჩვენ ტვინში, მეორე ჩვენ სხეულში. ტვინში დაღლილობა როგორია? უფრო ვიტყვით, რომ ფსიქოლოგიურია უმეტესად, ხო? ფსიქოლოგიური სხვა პრობლემებით არის გამოწვეული. და მეორეს მხრივ, სხეულში როცა არის დაღლილობა, ხშირად არის უფრო მეტად რეალური დაავადებით გამოწვეული. ან თავარი ჩვენი ამოცანა თავიდან არის, რომ გავარჩიოთ ეს დაავადებით არის მართლა გამოწვეული თუ უბრალოდ ფსიქოლოგიურია და შეიძლება მე უბრალოდ ჩემი მხოლოდ ფიქრებით შევცვალო ყველაფერი, ხო? თუ წამლები მჭირდება და აი ეს არის მთავარი ამოცანა. ერთი მარტივი ტესტი, რაც შეიძლება შენს თავს ვკითხო, რომ გაარჩიო ეს შენი დაღლილობა ფსიქოლოგიურია თუ ნამდვილი დაავადებითაა გამოწვეული, არის რომ ეს დაღლილობა იცვლება თუ არა იმის მიხედვით, რა დროს არის და რა გარემოში ხარ, რა ვისაერთად ხარ. მაგალითად, თუ თქვა სახში მარტო ხარ, დაღლილი ხარ, უცებ მოგაკითხა მეგობარმა და გახდი კარგად, ან შენმა საყვარელმა ადამიანმა არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფრის ენერგია მოგეცა, ყველაფერი კარგად გააკეთე, მოხვედი სახში და ისევ მძიმედ გრძნობ თავს, ეს მაღალი ალბათობით არის ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეული დაღლილობა. თუ კი დაღლილმა გაიღვიძე მაგალითად და აი საწოლიდან ძალიან მძიმედ ადექი და ესე დადიხარ, გულს ვერ უდებ რაღაცას, ეგეც ხშირად უფრო მეტად ფსიქოლოგიური დაღლილობა. ან თუ მაგალითად იტყვი, რომ აი დილით რა კარგად ვიყავი, მერე ისე მოვეშვი, ძალიან მოვდუნდი, ეხა ისევ შედარებით ცოტა ენერგიაზე მოვედი. ესეც ფსიქოლოგიური დაღლილობა, ანუ დღიური ვარიაბელურობა, დღის განმავლობაში ვარიაბელურობა თუ ახასიათებს, ესეც ნიშნავს, რომ პრობლემა უფრო მეტად ჩვენი ტვინიდან მოდის. მეორე მხრივ, ახლა ადამიანს თუ აქვს ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად სიცხე, ან გაყვითლებულია რო შეხედავ, ან სუნთქვა უჭირს, ან ფიზიკური დაჭირთვისას ქოშინებს, თქვა გაიარა 300 მეტრი და ქოშინი დაიწყო ადამიანმა, ეს არ არის რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური, ამას მიზეზი აქვს, ან ადამიანი შეიძლება ფერმკრთალი იყოს და იწვევს დაავადებები. საბედნიეროდ ასეთი სისუსტის და დაღლილობის 80% არ არის გამოწვეული დაავადებების გამო, არამედ ფიზიკური დაავადებების გამო არ არის გამოწვეული, თორე ფსიქიკური დარღვევების გამო არის. მაგრამ აი ეს 20% ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი მოქმედება არის, რომ აი ეს დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევას არ წარმოადგენენ, მაინც მსჯელობას ვიწყებთ იქიდან, რომ გამოვრიცხოთ ცუდი და გამოვრიცხოთ უფრო მნიშვნელოვნები. და მე გადავიდეთ უფრო მსუბუქად მოსაგვარებელი რაც არის, იმიტომ რომ ისინი უფრო მარტივი მოსაგვარებელია. რითი ვიწყებთ? ვიწყებთ, რომ თავიდან შეხედო ადამიანს, ხო? როგორ გამოიყურება, ფერი ხო არ აქვს შეცვლილი. პირველი რაც შეიძლება შეამჩნიო, არის ფერმკრთალი, სიფერმკრთალი ანემია. ანემია მიწის დაღლილობა. დაავადებების შორის ანემია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაავადება, რომელიც იწვევს დაღლილობას. შეიძლება სიყვითლე ქონდეს ადამიანს, შეიძლება ძალიან სუსტად გამოიყურება წონაში, იყოს დაკლებული და შეიძლება გითხრას, რომ ჭამ მაინც ვიკლებ წონაში. მაშინ რამე მნიშვნელოვანი ორგანული დაავადება უნდა გამოირიცხოს, განსაკუთრებით თუ ასაკშია,
ხომ არ არის დამატებითი კვლევებია საჭირო მოკლედ რომ ორგანოში რამე მნიშვნელოვანი დაავადება ხო არის მათ შორის უნდა გამოირიცხოს სიმსივნეზე სიცხის გაზომვა არის მნიშვნელოვანი კიდე ან თქვა ხო არ უჭირს თქვა ფილტვების და გულის მხრივ როგორ აქვს ადამიანს ჯანმრთელობა ამასაც გამოვრიცხავთ და სისხლის ანალიზები სისხლის ანალიზებში რაც ვეძებ თავარი არის სისხლის საერთოში მაგალითად ანემია ჩანს ძალიან კარგად და C-რეაქტიული ცილა ანთების მარკერია მაგალითად ერითროციტების დავითქვის სიჩქარე ანთების მარკერია ანუ ადამიანს თუ დაავადება აქვს რამე ან მქონდა ან ლეიკოციტების მდგომარეობით შეიძლება ინფექციის განსაზღვრა ინფექცია ხომ არ აქვს ან ხომ არ მქონდა აი ამის მიხედვით შესაძლებელია რომ განსაზღვროთ და ამის მიხედვით შესაძლებელია რომ ვიმსჯელოთ შეიძლება უბრალოდ გაცილებული იყო ადამიანი ან გრიპი გადაიტანა ან დაავადება და იმის მერე ვირუსის შემდგომი დაღლობა აქვს ეს შეიძლება გამოჩნდეს სისხლის ანალიზებში ან ანემია აქვს ესეც შეიძლება გამოჩნდეს ან ქრონიკული დაავადება აქვს რამე რომელიც ორგანოში ანთებას იწვევს ესეც შეიძლება გამოჩნდეს ანთების მარკერების მომატებით ასევე თუ კი მაგალითად იქ ყველაფერი რიგზე და შემდეგ ეტაპზე გადავდივართ B12 და ფერიტინი ფერიტინი რკინის მარაგს აჩვენებს რკინა როგორ აქვს ორგანიზმში B12 გამოგვარიცხავს B12-ის დეფიციტს B12-ის დეფიციტს ახასიათებს სისუსტე და ნერვული სიმპტომები ანუ დაბუჟებები ხელების ფეხების და სხვა ნეიროპათიის მსგავსი სიმპტომები შესაბამისად B12-ის ანალიზსაც ვაკეთებთ ფარისებრი ჯირკვლის გამორიცხვა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვალში TSH-ი და FT4 კეთდება ეგ ორი ანალიზი რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დადგინდეს რადგან ჰიპოთირეოზმა იცის ჰიპერთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს გადაღლობის შეცდომა მაგრამ უფრო ჰიპოთირეოზიდან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დაქვეითებული ადამიანი მოდუნებულია სიცივეს ვერ იტანს მშენელებული მეტაბოლიზმი აქვს და ეგეც იწვევს დაღლობის შეგრძნებას დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის ტესტი გაკეთდეს უნდა და ასევე შარდის ანალიზში თირკმლის ფუნქცია ასდება როგორია ასევე ხომ არ არის გლუკოზა შარდში თუ დიაბეტი გაუკონტროლებელი დიაბეტია შეიძლება რომ ამ დიაბეტმა გამოიწვიოს დაღლობა ასევე ანუ პირველ რიგში აი ამას ვაკეთებთ როგორც მთავარ აუცილებელ მოქმედებებს რომ გამორიცხოთ რაიმე დაავადება თუ ხომ არ არის დაავადებებიდან ყველაზე ხშირად რაც იწვევს დაღლობას არის ანემია დიაბეტი ჰიპოთირეოზი და გულის დაავადებები ну შეიძლება ფილტვების გულის დაავადებები როცა ადამიანი რეალურად ფიზიკურად სუსტადა შეიძლება რა თქმა უნდა სახსრების პრობლემებმაც გამოიწვევს როცა ადამიანს მოძრაობა უჭირს ან სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვევს სისუსტე მაგრამ შედარებით იშვიათია ეგეთ შემთხვევები რა თქმა უნდა მაგრამ ხედველობაში უნდა გქონდეს რომ ნებისმიერი სცენარი უნდა განიხილო მათ შორის დაბალ ალბათურიც მაგრამ უნდა გამორიცხო რათა მეტად დაცული იყო მას შემდეგ რაც გამოვრიცხავთ რომ ეს ხომ არ იყო ფიზიკური დაავადება თუ არ არის არც ერთი ვარიანტი მაშინ უკვე გადავდივართ ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული დაღლობა ხომ არ არის მაგალითად დეპრესია მიცის დაღლობის შეგრძნება დეპრესიის დროს ადამიანს აქვს მაგალითად мотиваციის დაქვეითება აი ნეიტრალურად ხარ თითქოს განწყობილი ანჰედონია სიამოვნებას ვეღარ იღებ იმისგან რასაც რისგანაც ადრე იღებდი ან შენელებული ასოციაციები აქ ადამიანს შეიძლება შენელულად მოძრაობდეს შენელულად საუბრობდეს და ასე და დემოტივირებული იყოს და აი უიმედობის განცდა ქონდეს ან საკუთარი თავის მიმართ უღირსობის შეგრძნება რომ აი არარაობაა რომ არაფერს არ წარმოადგენს აი ესენი არის დეპრესიის ნიშნები შეიძლება ადამიანს სისუსტე ქონდეს შფოთვებისგან შფოთვები არის როცა მაგალითად აი პატარა რაღაცაზე ძალიან ნერვიულობს და სულ პატარა რამე საკმარისი ხდება იმისთვის რომ აი აინთო ინერვიულო შეიძლება აგრესიული გახდეს შეიძლება გაღიზიანებული გახდეს შეიძლება ყველაფერი ნერვებს გიშლიდეს შეიძლება შიშები ქონდეს ძლიერი აი ესენი შფოთვითი დარღვევებია
შეიძლება ადამიანს უბრალოდ გადაწვა ქონდეს. გადაწვას ეძახიან, როცა აი სამსახური რომ გეზიზღება. იმდენ ძალიან დიდი სტრესი რო გაქვს სამსახურში, რომ აღარ გინდა რა, აღარ შეგიძლია და აი ცინიკურად, ირონიულად რო საუბრობ შენ სამსახურზე. ეგ ნიშნავს, რომ შეიძლება ნიშნავდეს უფრო სწორად, რომ გადაიღალე და აი ეს გადაღლა და გადაწვა სამსახურისგან ამ დროს დასვენება რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალია. და შეიძლება ადამიანს ქონდეს მუდმივი შიშები, რომ ხომ არ მაქვს რამე დაავადება ან რაღაცა სიმპტომები, შეიძლება რეალურად რამე სიმპტომი აქვს ადამიანს და მე ამას უკავშირებს ძალიან ცუდ რაღაცებს, ცუდ დაავადებებს. მაშინ როცა ამისი რეალური მიზეზი არ აქვს, მაშინ როცა მაგალითად იყო ექიმთან და ექიმმა უთხრა, რომ დიდი არაფერია ეს, ამიტომ და ამიტომ შეიძლება იყოს, მაგრამ არა, ეს ადამიანი ამბობს, რომ არა, ეს სხვა რაღაცის გამო მაქვს მე და უფრო თქვათ სხვაგან ეძებს, სერიოზულ მიზეზებს ეძებს და თან ვერ პოულობს ამ მიზეზებს და მე სულ გონია, რომ მისი პატარა აი ეს სიმპტომი მიუთითებს რაღაცა დიდ დაავადებაზე და ამის გამო ნერვიულობს და ამის გამო შეიძლება ჩაწვეს ადამიანი და აღარ ადგეს არა იმ გაგებით, რომ საერთოდ არამედ იმ გაგებით, რომ ანუ საწყისთან დაახლოვდეს, თავს უსტად გრძნობდეს, დაღლად გრძნობდეს და თავს ავადმყოფად მიიჩნევდეს. მაშინ როცა საკმარისია, რომ ეს ადამიანი წამოდგეს, გააქტიურდეს, ნელა ცხოვრებაში ჩაებას და უკეთესად იქნება ბევრად. ზოგიერთი, ეს ყველაფერი თუ გამოირიცხა და არც ერთი არ არის და ადამიანი მაინც თავს ესე გრძნობს სუსტად და დაღლილად და დაავადებების გამოირიცხა, მათ შორის შეიძლება გრიპის, გაციების, ან სხვა დაავადების, ვირუსული დაავადების გადატანის მერე იყოს რაღაც პერიოდი სუსტად. მაგალითად, კოვიდის გადატანის მერე ადამიანები სისუსტეს განიცდიან და ურჩივიან ზოგჯერ თვეობის განმავლობაში და ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაშიც. თუ კი აქედან არაფერი არ არის და არაფერს არ ერგება მოკლედ შენი სისუსტე, მაშინ ეგეთი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არსებობს, რომელიც მე უკვე ეს გამორიცხვადი დიაგნოზია, რომ სხვა რაღაცები რო გამოირიცხება, მე ეგ დიაგნოზი ისმევა ხოლმე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ნიშნავს, როცა იმაზე მეტად იღლები, ვიდრე იღლებოდი, ეს დაღლილობა დაიწყო, ისე რომ არ უკავშირდება რაიმე დაავადებას და ისვენებ, მაგრამ დასვენება არ შველის. და გიჭირს ინიცირება რაღაცების გაკეთება, ფიზიკურად თავს სუსტად გრძნობს და ასე. აი ეს სისუსტის ეპიზოდები გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს. და სხვა დაავადებებზე გაიკეთე ანალიზები და სხვა ისეთ დაავადებებს არაფერს არ აჩვენებს, მოკლედ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. აი ეს არის ჯამში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელიც 10-20% შეიძლება იყოს დაღლილობების და ადამიანები უჩივიან და ძალიან უჭირს ადამიანებს ამ დროს, რომ რამე გააკეთონ და გააკეთონ. ახლა ვთქვათ მკურნალობაზე. მკურნალობის აზრი რა არის, როცა ადამიანი თავს დაღლილად გრძნობს? პირველ რიგში ყველა მთავარი არის მიზეზი, რაზეც ვისაუბრეთ და იქიდან გამომდინარე თუ დიაბეტი აქვს, დიაბეტს უნდა უმკურნალო, თუ ჰიპოთირეოზი აქვს ადამიანს, ჰიპოთირეოზს უმკურნალო და ასე შემდეგ. მაგრამ მის მიღმა ვამბობთ, ხო? ანუ მთავარ დაავადებას კი მკურნალობთ, მაგრამ მის მიღმა რისი გაკეთება შეგვიძლია. ამაზე ვისაუბროთ და რას აქვს ყველაზე მეტი სამედიცინო მტკიცებულებები, რომ მართლა ეფექტური. პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა არის კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია. კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია ნიშნავს ამას, რომ მარტივად რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ფიქრები, რომელიც მუდმივად ნეგატივისკენ მიუთითებს და აი ეს ფიქრები არის არაჯანსაღი. როგორც სარეველა უნდა ამოძირყო, ასევე არაჯანსაღი ფიქრები უნდა ამოძირყო და ჩაანაცვლო ჯანსაღი. და აი ამ პროცესს ქვია კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია, როცა პოულობ რა არის არაჯანსაღი ფიქრები შენში და ჩაანაცვლებ ჯანსაღად. აი მაგალითად თუ ადამიანი ამბობს, რომ აი დღეს როგორ ვიზარმაცე ვერაფერი ვერ გავაკეთე, როგორი უარგისი ვარ. აი ამის ჩაანაცვლება შეიძლება, რომ არა, შეიძლება ძალიან ცოტა რამის გავაკეთო, მაგრამ ეს ცოტა რამე სინამდვილეში ხო დიდი შედეგები ყოველთვის ცოტა რამით მიიღწევა, ცოტა პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიღწევა დიდი გზა პატარა ნაბიჯებით განივლება ბოლოს. აი ეს უნდა უთხრა შენ თავს. და ასე, ანუ კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია, ანუ თვითშთაგონება, ან ჯანსაღად აზროვნების სწავლა, ჯანსაღად ფიქრის სწავლა,
განვითარება. ეს ფსიქოთერაპევტთან კეთდება ხოლმე, მაგრამ ადამიანს შეუძლია მარტოს დაიფლოს თუ რა თქმა უნდა мотивация და ინტერესი აქვს. შემდეგი რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს არის საფეხურეობრივი ვარჯიში. საფეხურეობრივი ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ნიშნავს, რომ შენზე მორგებული ნელ-ნელა ეტაპობრივი ვარჯიში შეიმუშაო, რომელიც ნიშნავს, რომ ახლა შენ თუ თქვათ მთელი დღე წევხარ და საერთოდ ენერგია არ გაქვს, ვერ წახვალ და 45 წუთი ვერ ივარჯიშებ, რა თქმა უნდა. და უნდა დაიწყო 3 წუთი, მერე 5, მერე 10 და ასე. ნელ-ნელა მოუმატო ინკრემენტულად, ანუ მცირე ნაბიჯებით მოუმატო და ბოლოს ახვიდე დაახლოებით 1 საათამდე. ეგ არის ოპტიმალური და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის გზაა, რომ ადამიანები, რომლებიც აი ფიზიკურად აქტიურობენ და ვარჯიშობენ, ჯამში საკმაოდ კაი შედეგებს აღწევენ და მათი მაღალი პროცენტი დაძლევს მოკლედ აი ამ დაღლობას, რაც ძნელია. Mindfulness ქვია შემდეგი მეთოდი არის ესეთი. Mindfulness ეძახიან, როცა სიმართლე გითხრათ, არც ქართულად რა ქვია და თუ ვინმე მიცით რა ქვია, დაწერეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება. ანუ ქართულ ლიტერატურაში არ ვიცი უბრალოდ რა სახელით მოიხსენიება. დაახლოებით, გაცნობიერება ეგეთ რაღაცას გავს, თუ თარგმნით. გაცნობიერება რას ნიშნავს და რას გულისხმობთ ახლა. მაგალითად, აი მედიტაცია, იოგა, საკუთარი თავის მოსმენა, საკუთარი სხეულის მოსმენა, ნელი სუნთქვითი ვარჯიშები მაგალითად, როცა აი სუნთქავ და ფოკუსს აკეთებ მხოლოდ შენ სხეულზე, არ გასწი არაფერს, არ უყურებ კრიტიკულად არაფერს, არ ფიქრობ არაფერზე, მხოლოდ შენ სხეულს უსმენ. დაახლოებით 10 წუთი დღის განმავლობაში. ამშვიდებს მნიშვნელოვნად აი ფოთვები, ვისაც აწუხებს, მაგ ადამიანებს ეხმარება პარასიმპათიურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს და ამშვიდებს ადამიანს და ნეირომედიატორების ბალანსს აღადგენს. აი ეს სეროტონინი მნიშვნელოვანია ეგეთ დროს განსაკუთრებით დაღლობისთვის. სეროტონინი და ადენოზინი თამაშობს დიდ როლს. კიდევ არის ესეთი მეთოდი, რომელსაც ქვია დილის მზის სინათლის თერაპია, რაც ნიშნავს, რომ მოკლედ 10,000 ლუქსი თქვათ დღის გათენების მზის სინათლეა. და აი ამ სინათლეს, როცა სინათლესთან აქვს ადამიანს კონტაქტი, ორგანიზმი მოეწყობა და განეწყობა დილისთვის და აი ეს დილით რომ თუ ვისაც გქონიათ ბავშვობაში ან დიდობაშიც რომ ან სოფელში ან სადმე ბუნებაში რო ხარ და აი გაიღვიძებ და დილით რო იღვიძებ ადრე და ენერგიულად ხარ და ჩიტების ხმა გესმის და მზე ანათებს და აი ეს შეგრძნება რო გეუფლება დაახლოებით მაგ შეგრძნების იმიტაციას აკეთებს აი ეს დღის სინათლე რომელიც იყიდება ხოლმე და განსაკუთრებით ყიდულობენ იმ ქვეყნებში სადაც მზის ნაკლებობა ჩვენ საქართველოში ხარ დიდად ეგეთი ნაკლებობა არ გვაქვს მზის მაგრამ მაინც ზოგჯერ არის სეზონები როცა მზის ხიბის პრობლემაა და მაგ დროს ადამიანები დეპრესიულები სუსტად მოთენცილები მოწყენილები არიან და აი ეგ სინათლის თერაპია ბევრ ადამიანს ეხმარება ამ დროს შემდეგი მეთოდი არის ყავა შეიცავს კოფეინი ადენოზინის რეცეპტორის ბლოკერებია ადენოზინი კიდე ხელს უწყობს ანუ სისუსტეს, როცა ადენოზინი ბევრია, ხელს უწყობს სისუსტეს დაღლობას, დასუსტებას და მის რეცეპტორებს როცა ბლოკავს კოფეინი, ადამიანი უფრო მობილიზებულია. ამიტომ ეხმარება კოფეინი დღეში დაახლოებით 3 ჭიქა ყავა, ზოგი ადამიანისთვის 4, ზოგისთვის 2. ოღონდ რა თქმა უნდა, ისეთ დიაპაზონით უნდა დალიოთ ყავა, რომ მე დაძინებაში ხელი არ შეუშალოს. კოფეინი დაახლოებით 6 საათი აქვს ნახევარდაშლის პერიოდი, შესაბამისად მინიმუმ 6 საათით ადრე დაძინებამდე უნდა დალიოთ, რომ მე დაძინებაში ხელი არ შეგიშალოს. ზოგი ადამიანისთვის 8-9 საათი აქვს, ამიტომ ეს ინდივიდუალური ეფექტი უნდა გაითვალისწინოთ. ძილი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, 7-8 საათი ძილი, ეს კლასიკა და სტანდარტია, ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი ადამიანს მნიშვნელოვნად ეხმარება 10 წუთიანი დასვენებები. ანუ როცა დღის განმავლობაში 10-20 წუთით რო წამოწვევი, ოღონდ არ სრულ ძილში არ შედიხარ მაგ დროს, მაგრამ ორგანიზმი ისვენებს და მე დგები და განახლებული ვით გრძნობ თავს და ბევრ ადამიანს ეგ ეხმარება.
ასევე საკმაოდ კარგია coenzym Q10 მაგალითად ენერგიის მობილიზებისთვის. ოღონდ ეგ ყველა ადამიანში ეგრე არ არის, მაგრამ ზოგ ადამიანში ანუ ATP-ის სინთეზს ეხმარება რა და ეს ATP არის როგორც ენერგია ჩვენს ორგანიზმში. იგივე კრეატინიც ATP-ის მობილიზებას ეხმარება და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ვარჯიშობენ, მათთვის არის ენერგიულად რომ იგრძნონ თავი, ეხმარება მნიშვნელოვნად. ასევე ოქსიდაციური სტრესი რო არ დაგროვდეს და ტოქსინები კუნთებში და მათგან ნეიტრალებაში ეხმარება N-აცეტილცისტეინი მაგალითად, რომელიც საკვები დანამატია, საკვებ დანამატად გამოიყენება. ანუ ეს ბოლო სამი საკვები დანამატია, რა თქმა უნდა, სამივე. კიდევ არის წამლები მაგალითად რომელიც ნეიროტრანსმიტერების მოდულატორებია, სეროტონის უკმუტაციების ინჰიბიტორები, მაგალითად ანტიდეპრესანტები, რომელიც სეროტონის დონის მომატებაზე აპასუხისგებელი. ასევე არის მაგალითად ადრენალინი და ნორადრენალინის რაოდენობად რომ მოქმედებს და ესე. მოკლედ არის წამლები, რომელიც გამოიწვება ნევროლოგიის მიერ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვამახვილებ ისეთ საკითხებზე ყურადღებას, რომელიც უფრო სახში შეიძლება გააკეთო, ან უბრალოდ როგორც საკვები დანამატი მიიღო. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჯამში უფრო ძლიერი პრეპარატებიც არსებობს, როცა საჭირო ხდება და გამოწერით, რა თქმა უნდა, ამ პრეპარატების მიღებაც შესაძლებელია. და ბოლოს ვიტყოდი, რომ თავარია მიუდგეთ სიმშვიდით და ორგანიზებულად ნებისმიერ მდგომარეობას რაც გვაქვს და გამოსავლის მოძებნა, ყოველ შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება მოცემული სიტუაციისთვის. შეიძლება არ იყოს 100%-იანი, მაგრამ თუნდაც 60%-ან 80%-ით რომ დაგეხმაროთ, ეგეც დიდი საქმე იქნება. ამიტომ თავიდან უბრალოდ ჯერ მიზეზს უნდა დავადგინოთ, შემდეგ მიზეზს დადგენის მერე უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ დახლობის წინააღმდეგ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ